მოდი ყველას გამომარჯოს დღეს მის გაჩნდა. კი ბატონო. აბა, ყველას გამდაბადების დღეზე ვარ. გასაგებია პოლიტიკა ყველაფერი. ყველას გაგიმარჯოთ მის დღეს. აბა 13 მარტი თან 66 წელი წარმოიდგინე დეჩემი იძახთა რომ აი თან 13-იო. თან ეს გიჟი მარტიო და თან 66 წელი 60 წელიწადში ერთხელ არისო. ეს იმენა გიჟი არისო დამატებულიო და ეგ დაწერილიც მაგრამ გიჟი ბიჭი დავიბადე რა უნდა ქნას ნანამ მეთქი რა და ეგრეც იყო დედაჩემის ამბავი. რა გაუმარჯოს, ჯერ მოდი ამას გაუმარჯოს ყველას, ვინც დაიბადა და რა ქვია, საერთოდ ხო ძალიან ისე ლევანთან შედარებით ვიყავი, ძალიან ისეთი ცელკი და ისეთი ატეხილი ტიპი ბავშვი რა და ხშირად ესე თქვათ დედაჩემს ვაწვალებდი, ბებია ჩემი ესა ხან ისიმითი, ხან ამითი, ხან დაგვიანება, ხან ისა, ხან ესა, მოკლედ სახში ღამე ესა და დედაჩემიც რომ ხვდებოდა ხოლმე, უკვე რომ აღარ შეეძღვა ერთი 100 ჯერ ხომ ირეკავდა და ფეჩხუჩხუბი და სადახარ და ესა და სახში რომ მივიდოდი უკვე ღამე და დაუშვით 2 საათზე მივედი ან 3 საათზე ღამე, ხო უკვე ახალგაზრდა რო ვარ და რაღაცა რა მე 10 კლასში, მე-9 კლასში, პირველ კურსზე რაღაცა რომ მივიდოდი ხოლმე მახსოვს, ხმას აღარ მცემდა. პროსტო ცრემლები მოდიოდა, იმასთან იჯდა, რა ქვია, მაგიდასთან იჯდა, წიგნი ქონდა გადაშლილი რა. მაგ როგორ მახსოვს ეგ დღე რა. ხო და რო შევედი და ეხლა მეთქი ეხლა დამცხებს და რაღაცა და უსმენ ადგა ეს ტირალი დედაჩემი და გავიდა და ეს წაიკითხეოდა, შენს გეყოლება შვილებიო რა და წავიდა რა და მეთქი რა უნდა წავიკითხო და აი ესეთი რამე დავხვდა იქ რა თან მოხაზული იყო ზუსტად რა მომენტი უნდა წამეთკითხა რა აქ არის დედავ შენი მაღალი დანიშნულება და საფრთხოვალი აღზრდე შვილი მიეც ძალა სულს საზრდოდ ხმარობდეს ქრისტესა ცნებას შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, რომ სიკეთისთვის გული უთრდოდეს და მომავლისთვის ბეთრთანა ბრძოდეს, მენდე მიიღებს შენს ნერგს შენგან დარგულს და მოგცემს ნაყოფს ვით კაცი კაცურს, დედავ ისმინე ქართლის ვედრება, ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წაუძღვეს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, ანუ იესო რა, უკან რჩეს კვალი განათლებული. და ხო გესმის და თან ახლა მე ცოტა ისეთი ჰუმანიტარული ბავშვი ვიყავი რა, ეს ფიზიკა, ქიმია რაღაცეები არ მევასებოდა და მაინც ისტორია, პოეზია რაღაცეები და ნუ ახლა ილიაზე გიждდებოდი ბავშვობიდან რა და ეს რომ დამიდო და რომ წავიკითხე ამ შუაღამეს რომ მივედი და რაღაცა და აი გეუბნები დააჩნია როგორ მიუდგები ხო შეიძლება შვილს რა შეიძლება მიუდგე ისე რომ ეჩხუბო შეიძლება შენ არ გაეზარდე შედედას და კივილი წივილი და რაღაცა და ეგეთები ბევრი იყო მაგრამ აი ზუსტად იმ მომენტში ისე მომიდგა ისე მახსოვს რომ აი ამ მომენტმა თითქოს ვაფშე შეცვალა რა ყველაფერი რა ხო და ვიცი ხე მოდი ჩვენ დედებს გაუმარჯოს. ია დედას გაუმარჯოს, მზიკოს გაუმარჯოს, ნანას გაუმარჯოს და რა ვიცი, ჩვენ დედებს გაუმარჯოს. გაუმარჯოთ. ია ცოცხალია, დიდი ხანის სიცოცხლე, მაგას შევოველებე და რა ვიცი, ჩვენ კიდე მზიას და ნანას ხსოვნა იყო და ნათელი მოგონება იყოს რა. ჩვენ დედებს გაუმარჯოს რა.